უპრეცედენტო აუქციონი მოქვის სახარების გადასარჩენად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება და საგამომცემლო სახლი მოდი საქველმოქმედო აუქციონს აწყობს. ხელნაწერი საგანძურისთვის გასაყიდად წარმოადგენენ 100-ზე მეტ ექსპონატი ქართულმა ხელოვანებმა უანგაროდ გაიღეს. აუქციონიდან შემოსული თანხა მოქვის სახარების რესტავრირების პროექტზე დაიხარჯება. საქველმოქმედო აუქციონი 1 ივლისს საღამოს 8 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართება. მოქვის ოთხთავე აფხაზეთში 1300 წელს მოქველი მთავარ ეპისკოპოსის დაკვეთით გადაწერეს. ხელნაწერის მინიატურები ფუცლოვან ოქროზეა შესრულებული. იუნესკოს დაფინანსებით ამ წლის ფარგლებში მოხდება დიაგნოსტიკის შემდეგ გვეცოდინება უკვე კონკრეტული პასუხი რა მეთოდით, რა საშუალებებით, ვის მიერ მოხდება ეს საკონსერვაციო სამუშაოები, მაგრამ ვიდრე შედეგები იქნება ცნობილი, ჩვენ წინასწარი გათვლებით ვიცით, რომ ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ ძვირ ბიუჯეტიანი. აქედან გამომდინარე, ამას მხოლოდ ერთი სახელმწიფო რესურსები არ ეყოფა და ჩვენ გადავწყვეტეთ ამ პრობლემის მიტანა ფართო საზოგადოებამდე. მოქვის სახარებას გადარჩენა სჭირდება, რადგანაც ის არის მნიშვნელოვნად დროის მანძილზე დაზიანებული, მისი ფურცლებიდან აი ეს ოქროს სურვილი უკვე ფერფლად იქცევა, ამიტომ მას სჭირდება დიაგნოსტიკა და რესტავრაცია. ამას სჭირდება საზოგადოების მხარში დგომა. თავისთავად აუქციონი იმართება იმ ადამიანების შემწეობით, რომელმაც თავისი პირადი ნივთები შესწირეს მოქვის სახარებას.